თამაშებშიც არის ჩატები, ანუ ონლაინ არის შესაძლებელი ბავშვთან დაკავშირება და ესეთი მომენტიც ყოფილა და ერთი ესეთი სკანდალიც იყო ამერიკაში, რომ ბავშვმა სწორედ ამ Roblox-ში თუ რომელიღაც თამაში ზუსტად არ მახსოვს, თავისი ლოკაცია გაუზიარა ჩატში ერთ-ერთ ვითომ ბავშვს, რომელიც აღმოჩნდა ზრდასრული მამაკაცი. და მე ეს კაცი მივიდა ამ ბავშვის სახლთან. და დაინახა ეზოში თამაშობდა და გამოელაპარაკა და შეეცადა გარკვეული კონტაქტის დამყარებას. და ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელები, ხო, სულ მაქვს ხოლმე შეკითხვა მესენჯერთან და აი ამ მიმოწერებთან დაკავშირებით, რომ ამდენი ჩათები რო აქვთ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ. უფროსი უკვე დიდია და მართლა ვერ დაუდგები ამას წინ, რომ რაღაცა მართლა თავის თანაკლასელებთან ქონდეს ეს კომუნიკაცია, მაგრამ უმცროსმა მითხრა იმ დღეს, რომ ცეკვაზეო ჯგუფელებს გააკეთეს მესენჯერ ჩატიო და გადმომიწერა მესენჯერიო და მე ვუთხარი უარი, იმიტომ რომ აუცილებლობას რაც არ წარმოადგენს, მე მგონი არ არის საჭირო კიდე ზედმეტი კომუნიკაციის წყარო და არხი. ძალიან ბევრი მაგალითია, ეხლა გუშინ რომ გამოქვეყნდა რაღაც პედოფილიის შემთხვევის შესახებ საქართველოში. და ახლა სხვა ფორმები ამ ყველაფერმა გადაინაცვლა სოციალებში. და მე უკვე ხდება რაღაცა ნდობის მოპოვება, რაღაცა დაყოლიება ფოტოების გაგზავნაზე, ლოკაციის გაზიარებაზე და აი ასე ნელ-ნელა ეს საზიზღრობა არის ჩვენს წინაშე რეალურად, რასაც უნდა ყურადღება მოკლედ რა და აუცილებლად კომუნიკაცია შვილთან ყოველთვის და მეტნაკლებად საქმის კურსში ყოფნა, რა არხებს იყენებს და ვისთან აქვს მიმოწერა.